უცებ შემოვხტები. Aikeda მაგიდიდან სკამი ავირიდე რომ უცებ მომერბინა. გავარჯობა. დაბრძანდინანა. შენ თავსო ბოდიშით. შენ თავსო პატივისცემით უნდა ესაუბრობო შენ თავსო უნდაო მოეპყრაო ისო როგორო პატივისცემითო და არ უნდა თქვაო აეთრიე გაეთრიე შენ თავსეო პატივს არ ასცემო ხო და მე ჩემი თავის პატივისცემა ცოტა სხვა რამე მგონია მაგრამ კაი დავეთანხმოთ ვაიმე ხალხო აი გეტყვით ახლა იმას რაც არის ეს არის ჩემი ანუ ყოველკვირა თუ არა ყოველკვირა მოდის რა 6 წელია უკვე 6 წელზე მეტი დედა ჩემი რომ გადაიცვალა ქონდა და სიცოცხლეზე დაზღვევა ანუ ბანკში რომ რამე კრედიტს აკეთებ სავალდებულო ბრჭყალებში ვითომ რო უთხრა რომ არა არ მინდა და ასე ისე არ არის ვითომ არ არის სავალდებულო მაგრამ ფაქტიურად სავალდებულოა გარანტია გაქვს რომ მოგცემენ კრედიტს და უარს არ გეტყვიან და კეთდება დაზღვევა სიცოცხლეზე და დედაჩემს ქონდა ეგ დაზღვევა გაკეთებული უბრალოდ კრედიტის გამო ბანკისა რო დაიღუპა და ნუ ეხლა იქ ხო განაცხადებ ყველგან გზავნი ნუ იგზავნება რა აი მაში საინფორმაციო როგორ გითხრათ არ ვიცი ქართულად რა ინსტანციებში რომ ნუ გარდაიცვალა ეს ადამიანი ხო და ხალხო ესე იგი უნდა წარადგინო საბუთები ჩემმა მულმა მაგალითად არ იცოდა რომ ქმარს ქონდა გაკეთებული წლების წინ ვამბობ ამას 30 წლის წინ ქონდა თურმე გაკეთებული იმ კაცს ქმარს დაზღვევა სიცოცხლეზე და რომ დაიღუპა არ იცოდა ცოლმა და აწესრიგებდა იმას ქაღალდებს რა საბუთებს აწესრიგებდა და წაწყდა დაზღვევას და მაშინ ლირობა იყო მგონი და არ მახსოვს 7 მილიონი თუ რაღაცა აიღო ადვოკატით რა თქმა უნდა ხო და ეხლა დედაჩემზე რომ იყო ეს საქმე და მომივიდა მე შეტყობინება რომ დაზღვევა არის სიცოცხლეზე და წარმოადგინეთ ეს საბუთები ეს და იქ არის ძალიან ბევრი მე წავედი და წილი საბუთები გავაკეთე რო გითხრათ არ ვიცი თავიდან რასაც ვფიქრობდი მაგრამ მე გამოვიდა რომ უნდა და მამა ჩემის იმიტომ რომ ოფიციალურად გაყრილები არ იყვნენ დედაჩემი და მამა ჩემი და უნდა და მამა ჩემის თანხმობა უნდა და ჩემი ძმის ან თანხმობა ან უარყოფა მოკლედ ან უარყოფა ან ოჯახის ყველა წევრს უნდა ეთქვა რომ მე არ მინდა და აი ნანა ან ყველა უნდა შესულიყო წილში და უნდა გამოცხადებულიყვნენ რომ ჩვენც გვინდა ისა დაზღვევის თანხა ხო და ეს იმდენად იყო მაშინ იმ პერიოდში მე მოქალაქეობა არ მქონდა ჯერ მიღებული რა ქვია ველოდებოდი პასუხს მოკლედ დიდი ისინი იყო რა ხათაბალები და წავედი იმასთან ადვოკატმა რომ იმდენს დაგიხვევენ ხელზე იმდენ რაღაცას მოგიდებენ მიზესო რომ ნუ მოკლედ რა დიდი ხათაბალა და განვაცხადეთ ადვოკატმა გააკეთა წერილი გაგზავნა თვითონვე იქა რომიდან მოდის თუ მილანიდან ნეტა რომიდან ხო და იქ რომ მე უარს ვამბობ ოჯახის ყველა წევრი უარს ვაცხადებთ მე ყველანაირ იმაზე უარს ვიძახი არ მინდა არაფერი არა ვარ მე მკვიდრე უარი განვაცხადე მოკლედ მე მკვიდრეობა მითხრა რომ რამდენიმე მაინც მოვაო და ნუ არ მეაქციო ყურადღება 6 წელია ხალხო ყოველ კვირა მოდის წერი ნუ კომპიუტერი გზავნის ეთყობა არ ვიცი ქაღალდი იმით მოდის ბუსტა კონვერტი ანვა და არ გასდის თავიდან მეჩენტი ავდა ალბათ 5 წელია ქოვადა და მე გავუაო და 6 წელიც გავიდა და მაინც მოდის არავინ არ აკონტროლებს რომ გავიდა დრო და აღარ უნდა მოვიდა არ ვიცი როდემდე უნდა მიგზავნონ რომ წარმოადგინე რომელი საბუთებიც აკლია ის საბუთები წარმოადგინე ასე ისე და დავიღალე რამდენი მოვავხევ ხან სამი ერთად მოდის ყლუპო ყავა ეხლა დაზღვევა როგორ ფუნქციონირებს შეიძლება ბევრს გაგიცდეთ შეკითხვა და ეხლა სხვა თემაზე ვარ მოსული
და მაგ თემას ვერ გავუყვები დაზღვევა ძალიან დიდი თემა. ეხლა ეს რა მაქვს? მაიცა. ეს გაჩვენოთ რა არის. ეს არის ხაჭო, რომელიც რომ გავაკეთე გუშინ. ხო გითხარით რომ ხაჭო უნდა გამეკეთებინა? გამოვაცხე ახლა ჯერ ამას გაჩვენებთ რაც გამოვაცხე. რა მოხდა? ის მოხდა რომ საღამოთი ჩავადედე, ანუ გავათბერძე, ჩავასხი კეფირი, მოურიე თბილი, აი რო ყბეს, სამაწვნეროა რა, იგეთი. მერე დავანებე თავი, მეორე დილით რო ავდექი, სანამ მე მივდიოდი მოვდექი და რაღაცა ესავქენი, ამას აუნთე დაბალ ცეცხლზე დავდგი და 3 წუთი რო უნდა მედუღებინა 30 წუთი იდუღა, დამავიწყდა, საერთოდ დამავიწყდა, აღარ წავსულ ვარ იმ სამზარეულოსკენ და ბევრი ხანი იდუღა. ნუ რაღაც ვიზავდი. გამოვხდე, დავანებე თავი. საღამომდე აღარ დამიცდია, კარგად რო მოგრილდა, გაცივდა, გადავწურე. ძალიან არ გამიქაჩია რომ აი საერთოდ წვეთი წყალი, მაგრამ საკმაოდ შრალი, საკმაოდ კარგად გაიქაჩა, იმიტომ რომ დაიძირა და საწურზე პარკში არ ჩამისხია, ანუ საწურზე დავასხე. და ავწონე და გამოვიდა 2 ლიტრი ძით და 9 ლიტრი კეფირით, გამოვიდა 700 გრამი ზუსტი. შეიძლება იმ გოგომ ცოტა უფრო სველი აწონა, ან ჩემმა გადაიდუღა და იმიტომ გამოვიდა იმას 1 კილო, არ ვიცი, მე გამომივიდა 700 გრამი, კარგა ბლომად ჩვეულებრივი ხაჭო. შესახედავად, მაგრამ რო გავსინჯე, ყვავს და აჩხავლებს. იზეთი მჟავე იყო, აი კარგი მჟავე ხაჭო, აი კარგი რომ ის საჩუმავე თუ რაღაცა მოსახაჭოებელი რომ აუმჟავდებათ ხოლმე ხანდახან ბაზარში შემხვედრია მჟავე, აი ესეთი მჟავე იყო. წუხელ დავაყარე ცოტა სოდა, დავაყარე დამატკბობელი, დავზილე და დავტოვე და დილას დავახალე, დილას არა შუა დღეზე კვერცხი, 1 კოვზი ფქვილი არ მინდოდა ბევრი და გამოვაცხე, თხელი მინდოდა და დიდ ჟარონაზე გავათხელე. და გამოვაცხე ხაჭოს სირნიკი, რა ვიცი, არ შევწვი რა, უზეთოა, უცხიმოა. ხო და მივირთმევ, ოდნავ ტკბილი, ოდნავ. ორი კოვზი სტევია დავაყარე. ეხლა გარედან წვიმის ხმა შემოდის. გავაღე ცოტა რიჭუტკარები, მაგრამ უნდა დავკეტო, იმიტომ რომ ხმაურით შემოდის და მე ძალიან უყვირი ვარ ის ხმა რო გადავფარო. ამიტომ დავკეტო. და მეკნება სიჩუმე. ხო და ეხლა ვიფიქრე. მოდი მეთქი. საქმე არაფერი არ მაქვს. ანუ არაფერიც არ მაქვს. ეხლა ხალხო არ არსებობს როგორიც გინდა იყო მილაგებული, მიწესრიგებული, თუ გინდა საქმე სუარი. ავკრიფე იმდენის არეცხი, სანამ წვიმა დაიწყებოდა, მარტო გამარჯობა ინოჩენტე, გაგიმარჯოს. Buonasera. Buonasera, che cosa stai mangiando? Patate. Cosa c'è a mettere da cartofilso? გავაკეთე, არ მიყვარს არაფრის მიყოლება ყავასთან, ცალკე შევჭამ. გავაკეთე ისა. კარტოფილი და ქათმის ფრთები ღუმელში და ეთყობა იმას მიეპარა. სადილად იყო რა და მორჩა. ეხლა რატო მოვედი? ორი კომენტარი მაქვს საპასუხო. რო წავიკითხე კომენტარი მაშინვე იმ წუთში გამიჩნდა სურვილი რომ მეპასუხა, მაგრამ ნუ 2 დღე გავიდა მგონია. ხალხო, ყვავილები, ახალი ყვავილები მაქვს. ეხლა ვიყიდე. ერთი კომენტარი იყო რომ ადრეც დაგიწერეო და რა ეთყობა ადრეც უპასუხე.
ეხაც უპასუხე კომენტარის ქვეშ, მაგრამ აქ მინდა რომ ვთქვა. ჩემნაირი ონკოპაციენტები ვინცა ვართ. იმათ საყურადღებოდ არის ალბათ ეს უფრო ცოტა დროს დაუთმობ ბევრს არა და არ შეგაწყენთ თავს. კომენტარი იყო ასეთი, რომ მე 8 თვე გავიდაო და 8 თვის წინ გამიკეთესო თუ სწორად ვაიმე ტვინიც აღარ მომდეს გონია ისა 8 თვის წინ გამიკეთესო ონკომარკერზეო ანალიზიო მაღალი იყოვო და 8 თვე გავიდაო და აღარ გაუკეთებიათო და შენო რამდენ ხანში ერთხელ გიკონტროლებენო. მე ვიცი რომ ოპერაცი თქვენთან საქართველოში, რავი, ჩვენთან ვეღარ ვიგებ, ჩვენთან მაინც ჩემთვის სულ საქართველოშია, ხო და ვიცი რომ ჩვენთან საქართველოში პირველ წელს არის მარტო 6 თვეში ერთხელ კონტროლი. ანუ ოპერაციის მერე 6 თვეში, მერე უკვე 1 წელში და მერე სულ 1 წლის და 2 წლის მერე. ნუ 1 წლის მერე მაინც და აქ არ ვიცი მე ეს ჩემექიმს აქვს ასეთი მიდგომა, ვერ გეტყვით მე, მაგრამ ეხლა დედაჩემთან დაკავშირებით, დედაჩემიდან გამომდინარე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ დედაჩემი იკეთებდა ქიმიას და ყოველ 21 დღეს იკეთებდა ქიმიას და ყოველ 21 დღეს უღებდნენ სისხლს კონტროლზე. ანუ ყოველ 21 დღეს იყო კონტროლი. ეგ სხვა ტიპის მკურნალობა ქონდა და ჩემ შემთხვევაში ყოველ 6 თვეში აგერ ახლა 2 წელი ხდება 5 დღეში ყოველ 6 თვეში ერთხელ მიკეთებს კონტროლს. კიდევ ვიმეორებ, საერთოდ მე მგონია რომ ნორმალური არის წელიწადში ერთხელ. ეგ ნუ შეგაშინებთ ახლა მაშინვე გაკეთებული ახალ ოპერაციას გაკეთებულზე რომ მარკერი მაღალი იყოს, მე მგონია რომ ეგ ნორმალურია, იმიტომ რომ ჯერ მკურნალობა სანამ არ დაიწყებდა, სანამ დრო არ გავა და სანამ რანაირად, ხო? და ეგ არ არის საგანგაშო. ხო და ალბათ თქვენი ექიმი მაგას რა გინდა ბიჭო რა ვაიმე რა და Dime da noi piove, da voi che fa nevica? უთხარი რომ ჩვენთანაც წვიმსა და თქვენთან როგორ არის თოვსო sai che cos'è Di che non mi posso presentare perché non sono in condizioni presentabili. Vera čndები ვიდეოში უთხარი, იმიტომ რომ გამოსაჩენი არა ვარ. Con un abito da camera, quindi non სახლის ტანისამოსებ ისინი აცვია ხალხო სპორტულები და ხალათი თბილი ხალათი, აი მანანას კასტუმი რო არის, ის ხალათი აცვია და ისა არა ვარ რომ quindi chiedo scusa, no, chiedo scusa. მოდი მეთქი ვეუბნები და არა ბოდიშ ვიხდიო, ვერ გამოჩნდებიო, არა ვარ გამოსაჩენიო. Un attimo, io c'è 20 secondi, 32 secondi, 3 secondi e scappa. E scappa. მე დღარი პატივიც გამოჩდი და მიესალმე მეთქი ხალხს და მე გაიქეცი მეთქი უცებ ვერ დაგინახავენ. რა ვქნა ხალხო ხუმრობთ ჩვენ თვითონ გიჟობთ. ხო და გაიქცა მართლა. ხო და ეგ რო ისა ალბათ 1 წელიწადში ერთხელ გაგიკეთებენ კონტროლს. მე ასე ვფიქრობ. ან არ იყო ისეთი არაფერი საგანგაშო მდგომარეობა და მაგიტომ. მე ასე ვფიქრობ, რავი, მე ასე ვთარგმნი მაგ საქმეს, რომ როდესაც თუ არ არის ალბათ საგანგაშო, ან ექიმი არ არის ძალიან ფრთხილი, კონტროლი არის ხოლმე წელიწადში. ეხოს რომელიც დარჩენილია იმისი ეხო, არა, ორივეს ეხო და მამოგრაფია რომელიც დარჩენილია იმისი, მკერდის ხო? ეგ წელიწადში ერთხელ მიკეთდება. ოპერაციიდანვე წელიწადში ერთხელ. ანუ 1 წლის მერე რა, ეგ 1 თვეში ერთხელ არა. და მოკლედ ახლა სექტემბერში გავიკეთე, მომდევნო წლის სექტემბერში მაქვს დანიშნული. ხო. ეგ მიგითხარით და
ნუ ინერვიულებთ მაგას, ეხლა თუ ეს ოპერაციის მერე რამ კურნალობასაც გადიხართ, თუ ჰორმონალური, თუ რაც არის, როგორიც არის ხო, ერთი წლის მერე ალბათ მერე გაკონტროლდება დანარჩენი ამბები. დედაჩემი, აი საქართველოში რომ მივდიოდით ხოლმე კონტროლზე, პირველი ოპერაციის მერე ონკოლოგიურში ხო, წელიწადში ერთხელ გონი აღარ მახსოვს. კეთდებოდა პირველ რიგში კეთდებოდა სისხლი და ღვიძლი. და მე აი 6 თვეში ერთხელ ღვიძლს არ მიკონტროლებს. ეხლა დამინიშნა ღვიძლი. გონი უკვე წელიწად ნახევარი გავიდა, ღვიძლი არ გაუკონტროლებია. და ეხლა მაგ დანიშნული ნუ აპრილში. მომავალ წელს, ეხლა კი არა. ხო და ეგ მინდოდა მეთქვა. კარგი. ეგ მორჩი და რო უნდა ოჩაღად ვიყოთ ჩვენ და ჩვენაირი პაციენტები, ეგ ხო ვიცით. ეხლა ყველას ვისაც ცოტა მიდრეკილია როგორ ვთქვა, სუსტი ის აქვს ნერვული სისტემა, ვაიმე როგორ ცოტა საუბრობ ქართულად, მაგრამ არა ოშარა აუმეთ ყველდები, გადადავიწყებული მაქვს, უბრალოდ მოჩლუნგებულია. ვისაც ახლა ის აქ, ახლა შემოდგომის დეპრესიები წამოვა, რა თქმა უნდა. ხო და ყველა მაგრად უნდა ვიყოთ. ანუ რას ავგულისხმობ, ყველას აქვს თავისი მეთოდი. თუ არა აქვს, უნდა იპოვოთ თქვენი მეთოდი, ხო? ვინ როგორ გაუმკლავდება ამ შემოტევებს, დეპრესიულ შემოტევებს. ღმერთმა დაგვიმართოს დეპრესიამ ჩაგვიტრიოს ვინმე, ღმერთმა დაგვიფაროს. და ღმერთმა დაგვიფაროს ის არის, რომ ჩვენ უნდა მივეხმაროთ კიდე იმ ღმერთსაც და ჩვენ თავსაც. ხო და უნდა ვიპოვოთ ჩვენი თავის ხსნელი მეთოდები. ეს იქნება, აი, რა ვიცი, მე რავი, გაილამაზეთ რამე თქვენი საცხოვრებელი ოთახი, ადგილი, წვიმს, ის კი არ უნდა ჩაგითრიოთ, რომ ვაიმე დედა რა მინდია და წვიმს. არა, გაიხედეთ და უყურეთ და დედა რა ლამაზად წვიმს და დედა რა ლამაზად ეცემა და რა ლამაზად ატლაპდა და აჭყობდა, ყველაფერი ლამაზად უნდა დავინახოთ. ამას ახლა ვითომ ნახევრად ხუმრობით ვამბობ, მაგრამ დამიჯერეთ, რომ მთელი სერიოზულობა ამაში. ელემენტარულიდან უნდა დავიწყოთ დილით ჩვენი თავის მიხედვა. მე ჩვენი თავის მიხედვაში და მოწესრიგებაში არაფრის დიდებით არ ავგულისხმობ, მეზიზღება ეგ სიტყვა რუტინა. მართლა მეზიზღება, შემაძულეს. არ ავგულისხმობ მაგას, მე იმას რუტინაში და ყოველ დილით თავის მიხედვაში არ ვიგულისხმებ ერთი კრემი, მეორე კრემი, დამატენიანებელი, C ვიტამინი, ღრმა დატენიანება, ეგეთი, იგეთი, ეგ არა. მაგას თავარია წყალი შევისხათ ორი ხელით. მომაჩი მაიცოდა ხოლმე რა ლამაზი ხარ, ორი ხელით დაიბანე ეპირიო, აი ეგ ვარიანტი არა. მოწესრიგებაში ვგულისხმობ თქვენ, რაც თვლით და გიყვართ, რომ თქვენ სახეს უხდება. მე მაგალითად უპომადოდ არ შემიძლია ყოფნა. საძილეთ რომ მივდივარ, შეიძლება მაშინაც გადავისვა ხოლმე. მართლა ოღონდ, ბალზამებიც ფერიანი მაქვს ნაყიდი და რო გადავისვავ, კარგი ბალზამია, ფერი აქვს, გადავისვა და დილით ვარდისფერი ვდგები. ხოლმე რომ უკვე მზათა ვარ. ხო და ვისაც რა ზოგს ლაინერი ძალიან ადვილია ფანქარი გადაისვით თვალზე ან ტუში რაც მოგწონთ გიყვართ კრემია დამატენიანები რაც გიხარიათ და რაცაც ფიქრობთ ჭხილები თუ არა გვინდა ლაქი და არ გვინდა დავიჭრათ გავქლიბოთ რამენაირად ჩვენ თავს უბრალოდ წავაშოროთ ის რომ შიგნიდან ვიცოდეთ რომ მოწესრიგებულები ვართ როგორ გითხრათ არ ვიცი ეხლა იტყვით ყოველ იმაშიო ვიდეოშიო ქეთი დაუჩახო არ ვახსენო როგორ არ უნდა ვახსენო უნდა ვახსენო იმიტომ რომ ქალი რო ხარ და ჩემთვის არ ვფიქრობდი ღმერთო ჩემო მეთქი ნუ ეხლა როგორ ვთქვა მაგაზე კამათი არ არის რომ მისახედია და სამკურნალოა მაგრამ ისეთი ვირეშმაკა ვერ გეტყვით და აი იტალიელებს აქვთ გამოთქმა ფაჩადი ბრონზოვო
აი ჩვენთან რო იტყვიან რომ რა პირით და რა ნამუსით ამბობოდა რა აი ეგეთი რაღაცაა რა ხო და ისა ქმარი რო გეტყვის რომ იბანავეო მთლიანმა იბანავეო ქმარი რო გეტყვის აი ეგ შავი გისვია ქმარი რო გეტყვის პირი დაიბანე და კბილები გაიხეხეო აბა ეხლა რაზეა საუბარი ხო და მასე არა ჩემი არავინ არ მიყურებს მასე შანსი არ არის ხო და ელემენტარული ეხლა შემოდგომაზე რაც შეიძლება უნდა ჩვენ შიგნით ჩვენ შიდა სამყაროში სულ გაზაფხული ფურჩქნოთ მეტი გზა არ არის ხალხო ოღონდ მართლა გეუბნებით მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიყურებთ ეხლა ხუმრობა კი არა ხუმრობა ამ თემაზე არა ხუმრობ უბრალოდ როგორ გითხრათ ცოტა ოპტიმისტურად მინდა რომ არ ჩავამუქო რა აფერები მე ბევრი მიყურებს ისეთი ადამიანი რომელიცაც აქვს გრძნობი არიან რომ ისეთი ადამიანები რომლებიც არიან აი ძალიან ისეთი რა ყველაფერს რომ გულთან მიიტანენ და განიცდიან და აი ასეთ ადამიანებისთვის ვამბობ რომ ყველაფერში მოძებნეთ ლამაზი პოზიტიური ეს ასე მოხდა ესე იგი ეს ჯობდა რომ ასე მომხდარიყო აი მე სულ მასე ვაკეთებ ხოლმე ხალხო მართლა ოღონდ თუ არა რა გამაძლებინებს და რა გადამატაინებს ამ ცხოვრებას ჩემთვის ვფიქრობდი დღეს რომ ერთი უნდა დავჯდე მეთქი და ვიდეო არ უნდა წინასწარ არ უნდა ვიფიქრო მეთქი არაფერი და უნდა დავჯდე და აი ჩემ ცხოვრებას ნაბიჯ მივყვე და მოგიყვეთ მეთქი ყველაფერი ხო აი მინდა მეთქი რომ ეს რაღაცნაირად განა იმიტომ რომ აი თქვენ უნდა ან რამე შეგაცოდოთ თავი ან რამე მოგაწონოთ არა მაგიტომ არა უბრალოდ მე თვითონ მინდა რომ აი ეს ყველაფერი მოვყვე რა ცხოვრება მაქვს გავლილი აბსოლუტურად ყველაფერი და ეს ძალიან სასარგებლოა ჩვენი თავისთვის მე ვთვლი ახსარებასავით რა და ძალიან მინდა ერთი ესეთი ვიდეო ჩავწერო ოღონდ მართლა ვფიქრობდი სერიოზულად და მე დავიწყე ფიქრი რომ აბანანა როგორი იყო და ჩემ თავს ვთხარი არა არ დაიწყო ფიქრი და არ დააწყო გეგმები მეთქი არა დაჯექი თუ უნდა ჩაწერო ვიდეო დაჯექი და დაიწყე თუნდაც რავი ბავშვობიდან მოზარდობიდან ცოტა მერენიდან სკოლის მერედან ან სკოლიდან და მიყევი ისე კი არა რომ ყოველდღიურობას ახლა ვინ მოყვება და როგორ მოყვება მაგრამ აი მსხვილი მოვლენები მეთქი შენ ცხოვრებაში რას განიცდიდი აი ესეთი რაღაცა ვიდეო მომინდა რომ გავაკეთო და არ ვიცი თუ ჩავწერე და ჩავწერე ხო გახსოვთ როგორი ის იყო ხოლმე იდეები არ ვიტყვით ორეს ანა მე რომ რამეს ვიტყვიო რომ იდეა მაქვსო მე სხვა მოყვეს თუ უნდა მე ეს იდეა ვთქვი თუ გინდათ ყველა ბლოგერმა გააკეთეთ ასეთი ვიდეო და ყველამ ჩაწერეთ თქვენი ცხოვრება მე არა მაქვს არანაირი პრეტენზია და არ ვაცხადებ ზოგიერთი ბლოგერივით რომ არავინ არ გაბედოს ჩემ თემას შეეხოს და ჩემი იდეა მომპაროს და რაღაცო ვისაც სურვილი გაგიჩნდებათ და მოგეწონებათ ეს იდეა რომ თქვენი ცხოვრება განსასჯელად გამოიტანოთ არა განსასჯელად არა ისე უბრალოდ მოყვეთ თქვენ რა გაქვთ გავლილი რადგან გვაქვს პრეტენზია და ვართ ბლოგერები თუ საჯაროდ გამოგვაქვს ჩვენი თავი შეიძლება ასეთი ვიდეოს ჩაწერას რატომაც არა ეხლა არავინ ვისაც რის თქმა არ უნდა იმას არ იტყვის რა თქმა უნდა მაგრამ მე რო გითხრათ ისეთი ცხოვრება არ გამომივლია რომ რამე დაომალო და რამე მქონდეს ისეთი მისაჩქმალი არაფერი რა ხოდა ეხლა ეს სამშვენისი რომ მიკეთია არ ვიცი ვის გახსოვთ მაგრამ ჩემი ფიქრიას ნაჩუქარი თმის სამაგრია ესა ხალხო ფიქრიას ნაჩუქარი შარშან თუ შარშა მეკეთა ხოლმე წითელ კაბაზე ძალიან ლამაზად იყო კაბის სამშვენისად ხო და ეხლა კიდე აქ დავიბნიე რომ ცოტა მეთქი გაანათოს იმიტომ რომ ეს სვიტრი ძალიან ჟამურა ფერია ჟამურა ვინ იცოდა ხოლმე დედაჩება თუ ბებიაჩემ ჟამურა ფერიაო არა და რომ ვიყიდე როგორ მომწონდა ვაიმე ხო და ქალებო კაცებო ბიჭებო თუ გოგოებო ეხლა მეორე კომენტარი რა იყო? მეორე კომენტარი იყო რომ ნანაო შენი აზრითო რა განსხვავებაო თუ რა სხვაობაო თუ როგორც არის რა ჩვენ სარწმუნოებასაო ანუ მართლმადიდებლობასა და კათოლიკებს შორის.
ეხლა მაგ თემას მე ნამდვილად ვერც იმის დავიბრალებ, რომ კომპეტენტური ვარ, აი ის ბიჭია, რომელიც ქადაგებს TikTok-ზე ქვია. ნოე არა. ნეო. აი მე ეხლა იქაც დამავიყვა, ნეო მგონი. ეხლა დარქმეული სახელია ადრე ავიცხვა რამე ერქვა, ხო და ეს ბიჭი არის აი უკიდურესად, უკიდეგანოდ განათლებული, ყველა რელიგია აქვს ყველა ასპექტში შესწავლილი, ყველა მატერიაში აბსოლუტურად და აი არის, ნუ ჩემთვის მაგალითად. ავტორიტეტი. მე რა თქმა უნდა ეხლა მასე რა თქმა უნდა ვერც გავკადნიერდები და სიმართლეც გაუმარჯოს ვერ ვიქნები კომპეტენტური. მაგრამ ვიმსჯელებ ისე ჩემი აზრით, ჩემი გადმოსახედიდან და ჩემი დაკვირვებით და ცოტა იმ ინფორმაციით რაც ვიცი. ეხლა უყურე, როგორც ვიცი მე ქრისტიანიზმი არ იყო გაყოფილი, იყო ერთი და იყო მართლმადიდებელი. ვინც იცით ეს ყველაფერი ხო არა თქვათ, რომ რა შენი თქმა მინდა ვიციო. ვინც არ იცის და სიტყვაზე 1-2 ადამიანისთვისაც რომ ახალი იყოს ეს ინფორმაცია, არ არის ცუდი რამე ახალი გავიგოთ. და ეს იყო ერთი და იყო მართლმადიდებლური და გაიყო ისევე როგორც მუსლიმი იყო ერთი და მე გაიყო და არიან ახლა შიიტები და სუნიტები და ჩვენც ქრისტიანიზმი გაიყო და რა თქმა უნდა ისევ ადამიანის ხელი ურევია ამაში მე ვთვლი მე ცოდვილი ახალ ცოდვებს დავიდებ ახლა ამ საუბრით მაგრამ ვიტყვი რომ ისევ შიგნით რაღაცა განხეთქილება მოხდა და ეკლესია გაიყო ორად და გახდნენ ეს კათოლიკები წელი არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მე-15 საუკუნე უნდა იყოს ჩემი მეხსიერებით, მე-14-მე-15. და მართლმადიდებლები. ეხლა უყურე. მე ეხლა აქ ვარ, აქ ადრე რუსული ეკლესია ბარში იყო და მე აღარა ფუნქციონირებდა და ეხლა არ ვიცი წარმოდგენა არ მაქვს. ერთადერთი სადაც მართლმადიდებელი ამ ჩვენ რეგიონში დადიან და მიდიან ქალაქ ბარში არის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, სადაც მართლმადიდებლური კუთხე არის ქვემოთ. ქვედა სართული არის თქმის ეკლესიის ქვეშ, სოტოტერა რა ქვია, მიწიდან საფეხურებით ქვემოთ, სადაც არის წმინდა ნიკოლოზის საფლავი, იქ არის ზემოთ ეკლესიაში რო შედიხართ, იქ არის ჩვეულებრივი კათოლიკური ეკლესია. და მაღლა ამ პირველ სართულზე კი არა და ხო რა პირველ სართულზე ჩვეულებრივად ტარდება კათოლიკური ემსახურება და მესა და ქვემოთ სადაც არის მართლმადიდებლური იქ ხდება მართლმადიდებელი მსახურება. ეხლა მე საქართველოში არ დამისვია შეკითხვა მამაოებისთვის, არავისთვის არ მიმართავს, იმიტომ რომ არ მქონდა ეგ თემა აქტუალური არ იყო ჩემთვის, რომ მაგრამ გაგონილი მაქვს, რა თქმა უნდა, რომ მართლმადიდებლური მამაოები, არ ვიცი რამდენად გაგონილი მაქვს, ჩემთვის პირადად არავის არ ვთქვია, რომ მართლმადიდებლური მამაოები უკრძალავენ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რომ შევიდნენ კათოლიკურ ტაძარში. ბოლოს ეხლა იმდენად წინ წავიდა და გათანამედროვეობა მიდის და ეკლესიაც ძალიან ბევრ დათმობაზე მიდის და რამე. თქვენ ეხლა კომენტარებში ვინც არ მეთანხმებით, შეგიძლიათ თქვენი აზრი დაწეროთ. თავარია შეურაცხყოფა არ მომაყენოთ მე და მე არ ამლანძღოთ და მაგინოთ, მე გეუბნებით იმას, რაც ვიცი, როგორც ამჯერა. დანარჩენი თქვენი თქვით, არ არის პრობლემა. მე მივიღებ ყველას აზრს, რა თქმა უნდა, თუ შეურაცხყოფას არავის არ აყენებთ და ან მე. კაი. მე რა თქმა უნდა გავიგეთ, რომ ზოგიერთი მამაო ამბობს, რომ აი ეუბნებიან, რომ ჩვენ მივდივართ ექსკურსიაზე, იქ, აქ, რომში, იმაში, ამაში და ნუ ექსკურსიაზე ვართ და
მე მაგალითად ექსკურსიაზე რო ვიყავი ლიტვაში, მაშინაც ყველა ეკლესიები იყო, ყველა არა, მაგრამ უმეტესობა კათოლიკური და ჩვეულებრივ შევდიოდით ექსკურსიაზე. ისეთი სილამაზეები ერთ ტაძარში 2000 ოქროს ქანდაკება იყო. ისეთი სილამაზე, რავი, რა გითხრათ, ეგ სხვა თემაა, ხო და ბოლოს ჩვენი მამაოები ეუბნებიან, რომ კარგით თუ შეხვალთ, შედით კათოლიკურ ეკლესიაში როგორც ტურისტები. ანუ არ გადაიწეროთ პირჯვარი, არ ილოცოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უბრალოდ როგორც ტურისტი რაღაცა ისეთ ისტორიულ ადგილას შედიხარ და მორჩა. კაი. ეხლა რა ხდება? მე ვარ მართლმადიდებელ ქრისტიანად დავიბადე და მართლმადიდებელ ქრისტიანად მოვკვდები. ჩემი ქმარი არის კათოლიკე, ქრისტიანი და ძალიან ეგეც თავსასდებს. ქალაქ ბარში რომ მუშაობდი, ის ბებო ძალიან მორწმუნე იყო, მთელი სიცოცხლე რომ სახლი და ეკლესიის მეტი არაფერი რო არ ენახნა ისეთი და ნუ რა თქმა უნდა ყველა ლოცვას ხო კითხულობდა რადიოსა თანიჯდა, რადიო იყო 24 საათი, რადიო მარია. ხო და ის მეუბნებოდა ხო რატო არ გადმოდიხარ ჩვენ სარწმუნოებაზე? იცი რომ ჩვენი სარწმუნოება არის მართალი, იცი რომ ხო და ამასთან მოდიოდა ხოლმე მამაო. ყოველკვირა კომუნიონი მოქონდა, ზიარება მოქონდა სხვა ქალს, მაგრამ ხანდახან აღარ მახსოვს რამდენ თვეში ერთხელ მამაო მოდიოდა ხოლმე აღსარებას იბარებდა. ხო და მე გავდიოდი, როდესაც ლოცულობდნენ, მე გავდიოდი სამზარეულოდან და მე გამოვდიოდი რომ დაუშვებულიყავი. ხო და ამამო მკითხა რომ შენ რატო არ გვესწრებიო რომ ლოცულობთო? კარგი ადამიანი იყო რა და მე ვთხარი მე მეთქი კათოლიკე არა ვარ მეთქი, აბა რა ხარო და მე ვთხარი მე მართლმადიდებელი ვარ მეთქი. უიმეო მითხრა უფრო უკეთესიო. კათოლიკე მამაო მითხრა მე უფრო უკეთესიო რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარო რომ თქვენ უფრო მაგრათა იმაშვებით ახლა ამას კრეხელობას ვიძახი, მაგრამ მითხრა ადამიანი. ხო და მე ისე მეთქი მადლობთ მამაო უთხარი და რას ამბობო ისა ჩვეულებრივ რა იმასთან არის. მე შემხვდა სხვა მამაო, რომელიც სხვა აი ინოჩიტეს დედასთან მუშაობდი, მაშინ მოდიოდა ხოლმე ეს და ამასთან უფრო ის ქონდა ახლო როგორ ვთქვა რა, კარგი ურთიერთობა და ვკითხე რომ ერთი შეკითხვა მაქვს მეთქი მე. მითხარი რა განსხვავება არის მეთქი მე ვთხარი კათოლიკესა და მართლმადიდებლურ ამ შემთხვევაში პიროვნებაზე არა ვსაუბრობდი, სარწმუნოებაზე თქო. რა განსხვავებაა მეთქი და მომიბრუნდა და მითხრა რომ შენ როგორ აფიქრობოდა? მე ვთხარი მე ვფიქრობ რომ ქრისტე ერთია თქო. და მაშინ მითხრა ყოჩაღო. და მე ისევ ჩემდა თავად, ჩემ გულში, ჩემ თავთან ყოველთვის ვფიქრობ რომ რაც შეეხება ახლა იმას ლოცვებს ძალიან უმნიშვნელო განსხვავება შეიძლება რამდენიმე მამაო ჩვენო ხო ერთი და იგივეა კრედო ქართულად ახლა ისე უარესაც მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი იმას რომ ლოცვები ეს ისინი სახარება საწაუხვალ ერთია ხო? ხო და ჩემს გულში მე არასოდეს არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, არავის არ ვაკნინებ, თუ როდისმე ვინმე გამილანძღიაც არა რა, შევკავათებულ ვარ და ძალიან ცოტა უხეშათაც ეს არიან იეღოველები, რომლებიც არ მიყვართ, თუნდაც იმიტომ რომ წურბელები არიან და არ მიყვარს ეგ ხალხი ჩათრეული როყათ, ნუ ეგ ფაქტიურად ხო ვიცით ეგრო და დანაშაულებრივი სინდიკატია და მოკლედ ყველა მიცის ალბათ ეგ ისტორიები. ხო და დანარჩენი მე არავის არ ვაკნინებ არანაირ სარწმუნოებას მიუხედავად იმისა რომ რა თქმა უნდა შენ მე მჯერა რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი არის ნამდვილი და ნამდვილად და
როგორ გითხრათ, არ ვიცი, ხა კიდევ აბერია სიტყვები. მოკლედ, არავის, მაგრამ მე არასოდეს მუსულმანს სხვა ისეთი განსხვავებული, რადიკალურად განსხვავებული რწმენის წარმომადგენელს ცოლად არ გავყვებოდი. რომც ქვეყანა გადაადგარიყო და რომც რაც გინდა მომხდარიყო და არ არსებობდა ხალხო. პატივს ვცემ, კიდევ ვიმეორებ ყველას, მაგრამ არასოდეს არ გავყვებოდი. რაც შეეხება ამ ჩემ კათოლიკე მეუღლეს. კიდევ ვიმეორებ. ის რომ მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ზუსტად იგივე, საფუძველი კათოლიკე და მართლმადიდებელისა ერთი და იგივეა, ვერაფერს ვერ უზავენ, საწყისი არის ერთი. მე რა თქმა უნდა კიდევ ვიმეორებ, მე შევდივარ კათოლიკურ ეკლესიაში. მე ვესწრები მესას. იმ მესას, როცა ქადაგებს მამაო და ვუსმენ, რა თქმა უნდა, ქადაგებს ჩვეულებრივ, რა თქმა უნდა, ბიბლიიდან და სახარებიდან და ახალი აღთქმა, რა თქმა უნდა, როდესაც წარმოთქვავენ მამაო ჩვენოს ჩვეულებრივ ვამბობ, პირჯვარს ვიწერ ხალხო ჩემებურად, ჩვენებურად, როგორც ჩვენი ადათი და წესი არის ისე, თუ რა თქმა უნდა ეს ცოდვას ვჩადივარ, რა თქმა უნდა მე მომეკითხება, მაგრამ მე მთელი გულით კათოლიკურ ეკლესიაში შევალ, მართლმადიდებელში თუ ჩემს სახლში გადავიწერ პირჯვარს, ამას მთელი გულით ვაკეთებ იმას რაც მწამს, ხო? სხვათა შორის მაგ ბიჭს რო ქადაგებს, რამდენიმემ დაუსვა შეკითხვა კომენტარებში, რომ ცოდვა არის თუ არა, რომ მართლმადიდებელიო კათოლიკურ ეკლესიაში შევიდესო და არასოდეს არ უპასუხა და მე რა თქმა უნდა ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ რომელსაც არ უნდა რომ უპასუხოს, არ აპასუხობს რა ატარებს, ხო და არ უპასუხა. კიდევ ვიმეორებ, რა განსხვავება თუ გინდათ ახლა ეს რამდენჯერ მაქვს მოყოლილი მაგ ამბავზეც, როცა აქ ლანჩანოში რომ სისხლის ბურთულებია. მე შეიძლება იცით და აღარ გაინტერესებთ, მაგრამ ვაი და ვინმე მარიცის და თქვას რატო არ მოყევიო. მოკლედ, ჯერ კიდევ არ იყო გაყოფილი ქრისტიანობა ორად. იყო მართლმადიდებელი და მამაო ჩვეულებრივ წირვას ატარებდა ეკლესიაში. ლანჩანო აქ იტალიაშია, ცენტრალური იტალია არის, ჩრდილოეთი არა. და ჩვენ რომ მივდივართ ხოლმე დასვენებლად იქ გადასახვევია ლანჩანო და სულ ვამბობ როდის მე უნდა გადავუხვიო და მივიდე და ვნახოთ. და ატარებდა და როდესაც ეს ღვინო აწია და თქვა რომ ეს ქრისტემ უთხრა თავის მოწაფეებს რომ ეს არის ჩემი სისხლი დაღვრილი თქო მოკლედ ყოიცით თქოიც და ამ დროს მამაოს ერთი წუთით ერთი წამით ეჭვი შეეპარა რომ ეს ღვინო მას ქრისტეს სისხლიაო და რომ დახედა სისხლად იყო გადაქცეული და მამაო ძალიან ცუდად გახდა მერე ჩაიკეტა ლოცულობდა ნუ ცუდად დაამთავრა იმ მამაო მაგრამ ის სისხლი ის რომელიც სისხლად გადაიქცა ის ღვინო ეხლა ჩვენ დროში აი ამჟამად მოღწეული არის 5 ბურთულად იქცა 5 ბურთულა არის სისხლის წვრილი ბურთულები რომელიც პატარა ამფორაში თუ რაში არის მინის ჭურჭელში ინახება იმ ეკლესიაში მეცნიერებმა ბევრი იკლიეს, ბევრი ნუ მოკლედ ჩაატარეს ცდები გამოიკლიეს და მოკლედ დადგინდა რომ არის ადამიანის სისხლი. ჯგუფით არ ვიცი, მაგრამ ნუ მოკლედ კვლევის შედეგად დადგინდა რომ არის ადამიანის სისხლი. მაგრამ რამდენსაც იწონის ერთი ბურთულა, ხუთივე ერთად იწონის ზუსტად იმდენს. და უკვე აგერ რამდენი საუკუნეა ეგ ვერ ამოხსნეს ვერაფრის დიდებით და ეგ იქ ინახება ეგ სასწაული. ხო და ეხლა რაც შეეხება მე რას ვამბობ ხოლმე, როდესაც მე შევდივარ ეკლესიაში კათოლიკურში სიტყვაზე და ჩემებურად ვლოცულობ, ჩვენებურად ვიწერ პირჯვარს და
არ მივდივარ ოღონდ ისა სეფისკვერის სასაღებად არ მივდივარ. სხვათა შორის ინოჩენტემ ეხლა ბოლოს რო ვიყავით მითხრა რომ ნანა შენ რატო არ მიდიხარო და არა მეთქი უთხარი მაგას მე ჩემით ვერ გადავწყვეტავ მეთქი უკვე მაგ ხელას თუ მაინც და მაინც შეიძლება მივიდე და ვუთხრა იმამაოს რომ მე ვარ მართლმადიდებელი მე ის უკვე თავის თავზე აიღებს მე მომწეს თუ არ მომწეს მაგრამ არც ეგ არ მინდა იმიტომ რომ რაღაცნაირად შეიძლება თავიდანაშაულოდ ვიგრძნო რომ ჩავაყენო ცოდვაში. ნუ არ ვიცი, შეიძლება შეცდომით მსჯელობ, შეიძლება არ ვიცი, მე გეუბნებით ჩემ აზრს და მე როგორც ფიქრობ ისე. რაც შეეხება კიდევ იმეორებ, მე რო შევდივარ ეკლესიაში, თუ სახშივლოდ სულობ, თუ სადაც გინდა ილოცე ხალხო, თქვენი სიმღერისა, ტყუილი კი არ არის სიმღერა, კაცი იყავ, კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე. ადამიანი იყავი, ადამიანი და სადაც გინდა იქ ილოცე, რამდენი ფარისეველი შედის ეკლესიაში. ეგ ეკიდუნა შევა ეკლესიაში, რომელიღაცა ან სადაყუდებს იმ ტელეფონს იმ ეკლესიაში, არ ვიცი და ტელეფონს აყუდებს, ეგ თან ლოცულობს, თან პირდვარს, თან იქით იყურება, თან ლოცულობს, თან ტელეფონში იყურება. ნუ აი უყურე ახლა დიდ ცოდვაში ვდგები, რომ განვჭი და განვიკითხავ. არ განვჭი, ისე უყვები ცოტა გავაიოლებ საქმეს. მაგრამ მე როცა ისე დაუბრუნდები, არ დამავიწყე რასაც ვამბობ. რა ხდება? მე მინდა შეკითხვა დაუსვა ყველას. თუ თქვენ ვინმე ხართ იმდენად განათლებული, ნაკითხი, ჩახედული ამ საქმეში და შეგიძლიათ რომ განმიმარტოთ, მე მივიღებ დიდი სიამოვნებით. ქრისტე თუ ვინმე მეტყვის რომ ორია და კათოლიკეებს სხვა ქრისტე ყავთ და მართლმადიდებლებს სხვა ან ღმერთი ერთი არ არის ერთადერთი უფალი და შემქმნელი მაშინ მე აღარ შევალ არანაირ ეკლესიაში, ნუ კათოლიკურში, მაგრამ მე რომელმაც ვიცი და ჩემთვის ჯერა და წამს რომ მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა არის ერთი და მაგას აღარ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას მე რომელ ეკლესიაში ვარ. კიდევ იმეორებ შეიძლება ვცდები, ან შეიძლება მართალი ვარ. მე ჩემთვის თავარი ის კი არ არის რომ ადამიანებთან ვიყო მართალი. არა, მე მინდა რომ ღმერთთან ვიყო მართალი, ასე რომ ვფიქრობ და სწორია. ასე ვსჯელობ მე, რა ვიცი. განსხვავება რაც შეეხება ტექნიკურ და როგორ ვთქვა, პრაქტიკული თვალსაზრისით, განსხვავება რა არის? განსხვავება რა ვიცი ხო რა გითხრათ კიდევ იმეორებ რაღაცა რამდენიმე სიტყვაში შეიძლება ლოცვაში იყოს რამდენიმე სიტყვა ის რომ პირველ ადგილზე მე ვარ ნამდვილი და მე ვარ კათოლიკე და კათოლიკური ეკლესია არის დედა ეკლესია აი ეგეთი სიტყვები არის განსხვავებული რა თქმა უნდა ეგ ყველაფერი მე გადააწყო ისევ ადამიანმა ხო ეგ ხო ღმერთმა ხო არ გაყო და ღმერთმა ხო არ გითხრა რომ შენ მართლმადიდებელი ხარ და შენ კიდე კათოლიკე არა ღმერთმა გითხრა ქრისტიანები ვართ ხო ქრისტიანი კიდევ ჩემის აზრით და ტყუით ნიშნავს ქრისტეს მიმდევარს ქრისტესთან მისვლის მსურველს და რა ვიცი რა გითხრათ რაც შეეხება კიდევ მეორე პრაქტიკული თვალსაზრისით ახლა რა თქმა უნდა განსხვავდება კათოლიკები არის უფრო მობიერი არის იმიტომ რომ დაბრძანდი ისა ჩვენთან წირვაზე 2-3 საათი ფეხზე უნდა იდგე და მართლა უნდა ღმერთისთვის ახარ და მართლა რა ვიცი როგორ გითხრათ არ ვიცი მაგრამ აქ ცოტა ის არის დაბრძანდი აბრძანდი არ დაიღალოთ ასე შემდეგ ხო და პრაქტიკული და რაღაც წესჩვევები, ადათები აქ არ არის მარხვები, აქ არ არის უცხიმო მარხვა, შიმშილი, კვარეზიმა არის, დიდ მარხვა არის. ყოველი კვირა აღინიშნება, მაგრამ არის თხოვება ყველაზე დიდი მარხვა
იმ ბებომ მითხრა ბარში რომ მუშაობდი მეთქი და მორწმუნე იყო იმ ბებომ მითხრა რომ როდესაც მარხვა ეხლა არავინ აღარ იცავსო მაგრამ ადრეო როდესაც ვიცავდითო რას მოიცავდა ეს მოიცავდა დილით საუზმეს ზე და ამათ საუზმე რაც არის ზე და პეჩენია რაც არის ხო დილით პატარა საუზმეო და მერე აირჩევდი ან სადილს ან ვახშამს ერთხელ ჭამა ერთი კერძისა ანუ ერთი თავი კერძი იტალიაში მიღებულია პირველი და მეორე ხო მაგრამ როდესაც მარხვას იცავ რომელიმე დღეს რა ვიცი რა დღეები ქონდათ არ ვიცი და იმ ბებომ მითხრა რომ მოკლედ დიჯუნოს ეძახდნენ ამას ეძახდნენ შიმშილობას და ეს იყო საუზმე და ერთი კერძი დღეში ან სადილი ან ვახშამი შენ თვითონ აირჩევდი როგორც გინდოდა ოღონდ ერთი თავი არა პირველი და მეორე ან პირველი ან მეორე რაც გინდოდა ძირითადად ალბათ აირჩევდნენ ერთი თებში მაკარონი იტალიელი ხრას აირჩევდა ხო და ეგრე ეხლა შეკითხვა იყო რომ რა განსხვავება არისო მაგრამ მე კიდე მოვაყოლე ჩემ თავზე და ჩემი ამბები მაგრამ რა ვიცი იმედია არ მიწყენთ კიდევ ვიმეორებ განსხვავებას იმისა რომ გარდა იმისა რომ სხვანაირი ცოტა სხვანაირი წესები აქვთ უფრო მობიერი და მორწმუნეებზე მორგებული და ასე შემდეგ იგივე დაკრძალვასთან დაკავშირებით იგივე რა ვიცი 1000 რაღაცე მასთან ნათლავენ ბავშვებს მალევე დაბადებიდან რამდენიმე თვეში ნუ მალევე ნათლავენ როგორ ვთქვა მერე მოდის ის პირველი ზიარების პრაზნიკი მერე მოდის რა ვიცი მეორე რაღაცა 2 წლის მერე 8 წლის არის პირველი ზიარება თუ პირველი აღსარება აღსარება და ზიარება რა 8 წლისა მერე 2 წლის მერე მოდის თუ 12 წლისა მოდის კიდე რაღაცა სხვა ამათი ადათ-წესისა და ეგრე რა ხო და დანარჩენი მაინც მე იმაზე ვდგევარ რომ ქრისტე ერთია არ ვიცი კიდევ ვიმეორებ ამ ორმა კათოლიკე მამაოსთან მქონდა შეხება მეტიმე არ მქონია არ როგორ გითხრათ არ ვიცი არც მინდა ალბათ იმიტომ რომ თავისებურ ქადაგებას დამიწყებენ შეიძლება და მართლა დამიწყონ ეს რატო არ იღებ და რა თქმა უნდა მე ჩემი ჯულიდან არ გადავალ ხო და დანარჩენი რა ვიცი რა გითხრათ ეგ არ და ეგ მაგრამ გამოვიდა რომ ჩემ თავზე ვისაუბრე მაგრამ მინდოდა ხო და კიდევ ვიმეორებ თუ ვინმე გაქვთ მოსაზრება რომ მე ცოდვაში ვარ რა თქმა უნდა ხალხო ეხლა მასე თუ მიუყვებით ცოდვაში ვარ იმიტომ რომ არა ვარ ჯვარდაწერილი ცოლ-ქმარი არა ვარ ეს ხელის მოწერა ეკლესიისთვის არაფერს არ ანიშნავს ცოდვაში ვარ იმიტომ რომ მყავს კათოლიკე ქმარი ცოდვაში ვარ იმიტომ რომ დავდივარ ეხლა ყოველ კვირა და ყოველ დღე კი არ დავდივარ როცა მოხდება ხოლმე ხანდახან კათოლიკურ ეკლესიაში შევდივარ რა თქმა უნდა ეგ ყველაფერი ცოდვაში ვარ მაგრამ უცოდველმა მესროლეთ პირველი ქვა რა უცოდველმა მესროლეთ პირველი ქვა რა როგორც გინდათ ეხლა მე ვიცი ჩემი ცოდვები კარგად გემოზე მყარად ძალიან კარგად ვიცი ძალიან კარგად მაქვს შეგნებული მაგრამ ხალხო იცოდეთ ისიც რომ გვეპატიება ცოდვები იმიტომ მოვიდა ქრისტე ჩვენთვის მოვიდა და ჩვენთვის ეწამა და ჩვენ იმიტომ რომ გვეპატიოს თავარი არის რომ აი არ ვიცი გითხარით თუ არა ეხლა არა და წინაზე რომ ვიყავით იქ წასულები პადრე პიოსთან ხო მე მგონი გითხარით მაგრამ არ მავიწყდება კიდე უნდა თქვა შევედით მასე ლაშენსორის რა ლიფტია დიდი ტაძარია ხო გითხარით უზარმაზარი და სართულებია სამი და
შევედით ლიფტში, ხო და იქ იყვნენ მონაზვნები. ძალიან ბევრი არის ფილიპინელი მონაზვნები. ეს არ ვიცი, სადა იტალიელი არ იყო ეს ქალი და ისაო ნუ რაღაცაზე მივესალმეთ, რა თქმა უნდა, ერთმანეთს და რაღაცას ვსაუბრობდით და ჩემმა ქმარმა უთხრა, რომ ისაო ღმერთთან მისვლაზე იყო რა, საქმე, ღმერთთან ახლო ყოფნაზე. რომ ბევრი ხალხია და ღმერთს მადლობა, რომ ამდენ ადამიანს უნდა ღმერთთან ახლო და ღმერთ მიდის და რაღაცა ესეთი და ჩემმა ქმარმა რაღაცა ესეთი სიტყვა უთხრა, რომ თუ ღმერთს უნდაო. თუ ღმერთს უნდაო რა. ჩვენო მიგუშვებს და მოუბრუნდა და იმან უთხრა, არა, უთხრა, შენ უნდა გინდოდესო, შენო. ხოდა გავჩუმდით და იმის მერე სულ ვფიქრობ, არასდროს არ მაწყობა და ფიქრი კიდე არ მეზარება და სულ ვფიქრობ, მართალია. შენ უნდა გინდოდეს ღმერთთან ახლოს ყოფნა, ღმერთს ყველა უნდა. ღმერთს უნდა ყველა. თავარია შენ გინდოდეს, რომ ღმერთთან ახლო იყო და შენ მიილტვოდე იმ ღმერთისკენ და შენ მიდიოდე ღმერთისკენ, თორე ღმერთს სულ ყველა უნდა, ყველა უნდა. ღმერთი არ ამბობს, რომ შენ კი არ მინდი ხარ იქ იწადი, შენ ახლო მოდი, არა. ჩვენ უნდა გვინდოდესო და ჩვენი მდომა და სურვილი კიდე ჩვენი მოქცევით გამოიხატება. ის რომ ეხლა აი ის უცოდველი უნდა იყოს და ის აი შეკითხვა დაუსვეს გამლელებს, რომ აი რითი რას ფიქრობო, რომ რითი იმსახურებს 60-ესო. 60 ნიშნავს ღმერთთან ყოფნას, ხო? ხო და რითი იმსახურებო და ნუ ზოგმა უპასუხა, რომ აიო, მეო, სულ კარგი საქმეებიო, სიკეთე ვაკეთოვო. ერთმა უპასუხა, მეო, სულ ვილოცოვო, სულო ვილოცო, ყოველთვის ეკლესიაში დავდივარო და ამით მინდაო, რომ მოვიპოვო სასუფეველიო და არ არის ეგ არაფერი მართალიო. ეგ არაფერიც არ არის ეგ მართალიო. ის არის მართალი, რომ უნდა გინდოდეს ღმერთთან ყოფნა, უნდა გიყვარდეს ღმერთი და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შენ კეთილ საქმესაც გააკეთებ, იმ ღმერთთან ახლო რო გინდა ყოფნა, ხელსაც გაუწვდი, გაჭირო, ნუ ბევრი რამე, ხო? და რაც თავარია კიდე გეყვარება, მარტო ღმერთი კი არ უნდა გიყვარდეს, ყველა უნდა გიყვარდეს გარშემო. ყველა უნდა გიყვარდეს. ხო და აი ინოჩენტე რამდენჯერმე მეუბნება სამშაბათს საიდანაც გადავხტები დაიცა ამ სიყვარულში ის კი არა რომ აი ყოველთვის სიყო რომ ღმერთისა უნდა გეშინოდეს ღმერთისა უნდა არა ღმერთი უნდა გიყვარდეს უნდა გიყვარდეს აი მშობელი შენი მშობელი ფიზიოლოგიური დედა და მამა თუ გეშინია არ არის კარგი და ლამაზი თუ რამეს აკეთებ მათთვის იმიტომ რომ გეშინია არ არის კარგი და თუ გიყვარს და სიყვარულით აკეთებ ეს არის ძალიან სასიამოვნო და ძალიან კარგი და წარმოიდგინე ღმერთთან სიყვარული კიდე როგორია ხო და ეხლა კაი მაგაზე გავჩერდები და აი მე მაგალითად არაფერი არ შემიძლია რამდენჯერ მithქვი ახლა სიკეთის კეთება ის არ არის რომ დადგე და ვიღაცას მაინდა-მაინც ფული ურიცხო და საჩუქრები აძლევ ეგეც კარგია როდესაც ვის რა სჭირდება და იმას ისე რა რო აჩუქებ რომ ეგ არა აი რო სჭირდება ლუკმაპური ადამიანს და გაუწვდი ეგ უფრო დიდი რამე მგონია ხო და მაგას თავი დავანებოთ მე რა კიდევ რა შემიძლია მე ვცდილობ ყოველ დღე ვიღაცას კარგი სიტყვა უთხრა ვიღაცას გავუღიმო ვიღაც ელემენტარულს გეუბნებით სადაც არ არის საჭირო ფული და ჰაი და ჰუა სამშაბათს ჩვენ აქეთ მხარეს შეიძლება მანქანის გაჩერება და გზის იქიდან არ შეიძლება სამშაბათს ბაზრობა რო არის მეორე მხარეს მანქანის გაჩერება არ შეიძლება ეს შეუგნებელი ხალხ ნიშანიც დააყენეს ადრე არ იყო მაინც აჩერებენ მაინც ვერ მოდიან გონზე შეუგნებელსაც ვერ დაუძახებ შეიძლება ზოგი გაფანტულია ზოგი როგორია ზოგი რა და მაინც აჩერებენ და მე ჩამოილის ეს ორი პოლიციელი და უკრავენ ამ ჯარიმებს იმას და მე არის ერთი გამიშვდა ხო და რამდენი აივანზე გავალ ხოლმე დილით სამშაბათს და დავინახავ ვინმე აჩერებს აკეთებ ჭყივი ვარ არ შეიძლება გაჩერება თუ გავივლი ხოლმე იმ დროს და ვინმე აპარკინგებს ვეთყვი დღეს სამშაბათია და არ შეიძლება გაჩერება ხო და ინოჩენტემ რამდენჯერ მითხრა რამდენჯერმე არა ერთი ორჯერ მითხრა და მესამე თუ უკვე ძალიან ცუდად უპასუხე
ნანა დაანებე თავი შენ საქმეს მიხედავ. ფატი თუ იტალიურად მოკლედ შენ საქმეს მიხედავ რა. შენ საქმე სადაც არა ნუ ეჭრები ხო აი ეგრე. ხო და მე ვთხარ არა მეთქი ბატონო მე შემიძლია რომ გავაფრთხილო ადამიანი და გავაფრთხილებ მეთქი. რატო არ არის ჩემი საქმე? თუ მეთქი ცუდად ამას ეშინია რომ ვინმე ცუდად არ მიპასუხოს და ვინმე არ მითხრას დავაიხლა შენ ვინ გეკითხება და ასე შემდეგ. ბევრმა მადლობთო მითხრა, ბევრმა მომხედა ეგრე მომხედა და მაინც მიაბრუნა თავი და წავიდა და რომ მობრუნდა იპოვა ისა ჯარიმა. მე კი გავაფრთხილე, მაგრამ არ გაიგონა. ხო და აი მე ვიტყვით ხოლმე რომ ღმერთი სად იყოო, რატო არ გამაფრთხილო? აჰა გააფრთხილე ჩემი პირით ღმერთმა, მაგრამ გაიგო? არ გაიგო. ხო და ეგრე. ნუ დავემდურებით კიდე ღმერთს, იმიტომ რომ არ ვიცით ჩვენ ვერ განსჯით და ვერ განსაზღვრავთ, რაც მოხდა ის უკეთესობისკენ მოხდა თუ უარესობისკენ. ის იყო ჩვენთვის, რასაც შევთხოვთ შეიძლება, ის სულაც არ გვჭირდება და რაც მთავარია კიდე, თუ მორწმუნეები მიყურებთ და ვინმე შეცდომაში შეგიყვანათ და აი აქ იმებში, რა ქვია, სოციალურ ქსელებში, სამყაროში სურვილები გაუშვი და დაწერე და ეს ლოცვა გაიმეორე, არ გააკეთოთ არაფერი ხალხო. არა, ნუ მოიხსენიებთ ამ სამყაროს, იმას, ამას, ყველაფერს თავის სახელი აქვს და უფალი არის ერთი და ღმერთი შემქმნელი. დაანებეთ თავი, თურმე ეგეც ყოფილა ცოდვა. მე გითხარით და მე თქვენ როგორც გიდათ ისე გააკეთეთ და აი ეგ რიტუალები და აქ დაიხატე რუნები და აქა და მეორე თუ არა მუშაობ შედედა აფეთქებულო თუ არ გატოყდი საიდან მოვა ფულები 2 დღეში შემოგივა 2 დღეში ანგარიშზე დაგიჯდება საიდან ხოდ ვინმე მითხარით რა აი გადი და აივანზე ესა თქვი და ისა თქვი რა უნდა ნუ აკეთებთ ვინ იცის რა წევლას იკეთებთ თქვენ თავზე ვინ იცის რას აკეთებთ ხალხო ყველაფერს ნუ ენდობით ნუ გააკეთებს მასეთ რიტუალებს არ არის ეგენი კარგი და მისაღები თუ კი გწამთ და გწამს უფალი თუ კი ვენდობით და ვემორჩილებით სხვა რაღა გვინდა ჰა გეკითხებით აი წავაწყდები რაღაცას, აი ნამდვილად მუშაობს, აი აიღე წითელი პასტა თუ შავი თუ რავი როგორ დაიხატე ეს იქით ესაკეთ, ეს იქით ესაკეთ და დააკვირდი ერთ კვირაში რა მოხდება. რა უნდა მოხდეს? სახში ვზივარ, არა მუშაობ, შემოსავალი არ საიდან მე არ მაქვს და თვეში ერთხელ ირიცხება ისა კარტაზე ჩემკვარტას რას უნდა ველოდო? ხო და მე გითხარით დაანებეთ თავი მაგ იმას რა ქვია მჩხიბავებს ეხლა ყველას გვივლია მკითხავ თანაც ავარ ნამყოფი ყავის ჭიქებს ყოველ დღეც ვაბრუნებდით და შიგაც ვიჭყიტებოდ კარცაც ავშლიდი მე თვითონ კაცო მე ის კი არა ვარ ციდან თან სირა კარგად ვიცოდი გაშლაც და ყველაფერი ცხადდებოდა თან ის რა ქვია დედაჩემის დიდი ბებია იყო ეგა რა ქვია ყავის ყავაშიც კარგად ვიხედებოდი განაეგენი მე კი არ გამიკეთებია ხალხო როგორ არა მაგრამ არა უშავრა მაინც ყოველ დღე ჩავიდენ ცოდვებს მაგრამ თავარია შეგნებულად გააზრებულად არავის არაფერი არ ვავნოთ ჩემი აზრია ისევ ხალხო მე ის კი არ ვამბობ რომ მე ვქადაგებ არა ვერა აჰა წავედი ხლა მე ჩემთვის კარგი იყო ეს საუბარი, იმიტომ რომ მე მჭირდებოდა თქვენ თუ მოусმენთ და რამეში დამეთანხმებით, რამეში არ დამეთანხმებით, ეგეც კარგი იქნება. ასე რომ ეხლა დაგემშვიდობებით, აბაჰე და აბაჰო, აი მე ადედან ადგომა ჭირს ცოტა არ იყოს. არა, ძალიანაც არ აჭირს. ძალიანაც არ გაჭირდა. წავედი ხალხო, დაგემშვიდობებით. ხოლმე რა მომხშირეთ ცოტა წავედი კოცნით ყველას აბაჰე და აბაჰო